მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ყავს ნინი აირის სტუმრად. ძალიან მიხარია და სანამ კითხვებზე გადავიდოდეთ, უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორს Leader Sports და ჩვენ მუსიკალურ მხარდამჭერ Music Rooms. ნინი, როგორ ხარ პირველ რიგში და ასევე მადლობა რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. გითხარი როგორ ხარ, რა ეტაპზე ხარ მუსიკაში და რატომ ხარ ჩამოსული საქართველოში? პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მომიწვიათ, ეს ძალიან სტანდარტულად მე მგონი უნდა ითქვას. სად ვარ მუსიკალურ კარიერაში, რა ვიცი, აი სადაც ყველანი რა, წერთ მღერით, ცეკვავთ, მუშაობ ბევრს. საქართველოში ჩამოვედი RAF-ის გამო. ამერიკის ჰიმნი უნდა ვიმღერო, გახსნამდე. ოღონდ საქართველოს ჰიმნიც მინდოდა მემღერა და არაო. არ მომღერეს. არაო, შენ ამერიკისო მარტო. ვაუ. ხო. ძალიან საინტერესოა. ხვალ არის როგორც ვიცი, ხო? ხვალ არის, ხო. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახე და მოხვედი ჩვენთან. Of course, და ძალიან დასაფასებელი. შენთვის anything. ძალიან კაი იყავი გუშინ. ხო. ვინც არიცით, გუშინ ქონდა თორჩოს კლიპის პრეზენტაცია და თან ეს რა ქვია, იმღერა 30 წუთიანი სეტი თავისი უკვე გამოსული და გამოუსვლელი სიმღერების და იყო აი და სპეციფექტებით. საოცრება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ამაყივი. კი. დღეს ეგუთხარი ზუსტად რომ იმას აკეთებდი, რისთვისაც დაიბადეთ. და ძალიან ამაყი, აი ნუნუ დეი და ვიდექი იქ 12-მლიანი. ხო, საოცარი. ძალიან კარგი. Love it. ამომიჭერეთ. არა, ყველამ გაიგოს. აუცილებლად ყველამ უნდა გაიგოს, იმიტომ რომ მე რო გექნება შენი კონცერტები, ყველა აუცილებლად უნდა მოვიდეს და დაასაპორტოს. ხო, მაგას ვჭერე. მადლობა. ვიცრუნებთ მაგაზე. კიდევ რაიმე პროექტი აქ არის, ანუ ამ პროექტის ფარგლებში ჩამოხვედი თუ, ანუ რაღაცას ველოდოთ კიდე აქ თუ იმდენად ტოვებ მალე. ხო, მალე მივდივარ, 16-ში უკვე მივდივარ. იმდენად რაღაცა last minute გადაწყდა ბოლო წამს. ეხლა არ დამაბული მგონი იმაზე რა ქვია ინგლისში. ჩვენ სუეგრე ვიქცევით. Good. ხო და იმდენად last minute გადაწყდა ეს ამბავი, რომ ანუ 2 კვირით ადრე მიყიდეს ბილეთი და ფიზიკურად ვერ მოვასწარი ვერაფერს დაგეგმა ხო რა, რამდენი ჩამოდი, რამდენი ვცდილობ რომ რაღაცები მაინც მოვასწრო, ხო. მაგრამ ნუ თან ერთი კვირა ვარ და არ მინდა ძალიან გადავიტვირთო თავი, ცოტა მინდა რომ ვიგულაო კიდეც. აი, მაგაში ხელს შეგიწყობთ. იგუშინიც შემიწყდა. ძალიან კარგად. ძალიან ისეთი კითხვა უნდა დაგისვა, პროფესიული, რაც ძალიან მაინტერესებს. მაგისთვის ვარ აქ, ხო? კი, მაინტერესებს ინსპირაცია, სად პოულობ იმისთვის, რომ შექმნა ახალი მუსიკა. Life experiences. მაგალითად. ხო. Heartbreaks. ძალიან მიყვარს რა, ანუ იმიტომ რომ მიყვარს რა, უბრალოდ ალბათ ყველაზე მარტივი არის რა heartbreak-ის დროს სიმღერების დაწერა და ხანდახან I find myself რომ აი რაღაცებს ვაკეთებ სპეციალურად რომ და ჩაწვე და ეგენი წერე. და ძალით რო იგონა რაღაც დრამებს რომ მე კარგი გამოვიდეს. ხო, ანუ ისაც შემიძლია რა თქმა უნდა რაღაცა მოგონილ თემებზე დაწერა მუსიკის, მაგრამ უფრო ეგეთი exciting არ არის ხოლმე რა, ვიდრე ხო, ან კივილის ხვანაირად გაწერილი. არა მარტო კივილი, შეიძლება რაღაცა თქვა fun მოხდეს, აი მაგალითად დაბადების დღე გავატარე დომინიკის რესპუბლიკაში და ანუ it was so fun რომ მეთქი დავაი ახლა ეს რა ქვია დომინიკის რესპუბლიკაზე დავწერ სიმღერას და ხო რა, ანუ anything and everything. Okay. Yeah. დღეს მგონია რომ ძალიან ბევრ თემას შევეხებით. მათ შორის რა თქმა უნდა voice. მე ხა პირდაპირ მაგით შევარდე, ვფიქრობ თუ ცოტა გავხურდეთ და მე ვიკითხო. მგონი რომ უნდა შევარდი. თავით. ესე იგი, მე და არა მარტო მე ძალიან ბევრს აქ ჩვენთან და ალბათ თითქმის თელ ქვეყანას ქონდა იმის მოლოდინი, რომ შენ გნახავდით ევროვიზიაზე. და
ყველაფერს ფარ დაეხადოს, რატომ ვერ გნახეთ ევროვიზიაზე? ეს მაინტერესებს და იგივე კითხვა მაქვს ამასთან. ჯერ შენ მე მაგალითად გუშინდელის მერე მგონია რომ ჯერ თორჩე უნდა წავიდეს. ხო და ეს მოლოდინი ხო ტყუილა არ გაჩნდა ეს არ იყო რაღაც აი ანონსივით იყო. ანუ უკვე ვიცოდით, კერველოდით, ანუ უკვე ეს ვიცოდით ფაქტად. მეც მეგონა, იმიტომ რომ ეს რა ქვია პირველი არხი რაღაც მაფოლოვებდა და სულ რაღაც სამ კაცს აფოლოვებდა თუ რაღაც და რაღაც გადაცემებს და მე. რაღაცა მოლოდინები თვითონ შექმნეს საერთოდ. თვითონ შექმნეს და მეც ძალიან excited ვიყავი რომ like that's ხო. აი რაღაცნაირად თითქოს თან ანუ შიგნიდანაც მე მგონი გამოდიოდა ხმები რომ რაღაც აი ნინი უეჭველი და კი. ისეც მთელი ქვეყანა გედგა გვერდში რა ვიცი. მაგ წელს ხო, აი ყველას აი. არა, ისედაც მე იმედი მაქვს რომ აქ support-ს გრძნობდი, იმიტომ რომ მაგაში მაინც ვიყავი. მაგიტო მინდოდა, თორემ მე ანუ რა თქმა უნდა სურვილი მქონდა ყოველთვის, მაგრამ არ ვიყავი რაღაცნაირად გეგმებს არ ვსახავდი რა მაგასთან დაკავშირებით. მაგის გარშემო არ ვალაგებდი ჩემი კარიერის ნაბიჯებს რა ხვდები და ხო, იმიტომ ცოტა სხვა ფორმატი იმ ხელა excitement-ი იყო შექმნილი, რომ შენც ხო რა, ანუ რაღაცნაირად დამგესეს თუ რაღაც. Yes. ხო და მე აი მართლა მეც და ჩემი მაშინდელი მენეჯერიც რაღაც და მარიამიც ჩემი ქართველი მენეჯერიც ანუ ყველაფერს გვეგავდით ამის გარშემო. რას ვიზავდით, როგორ ვიზავდით და მაგიტო you make plans, God laughs. გეგმებს აწყობდა ღმერთი იცინისო და მართლა ეგრე არის და ნუ it's okay რა ნუ არა რა თქმა უნდა მაგრამ უბრალოდ გულდასაც არის იმიტომ რომ გული დამწყდა კი ძალიან დამწყდა ძალიან yeah და იგივე შემთხვევაში თორჩოზეს რა I think რომ საუკეთესო კანდიდატია ჩემი აზრით ამ ეტაპზე იმ ევროვიზიის ხო რა შეიძლება რომ მეტი გინდოდეს მე არ ვიცი არტისტისგან მართლა ანუ ორივეზე მეკსაუბარი მე ვიცი რა შეიძლება რომ მეტი გინდოდეს support-ი იმათი ერთი ეგ რო იყოს ხო It's okay. No, it is what it is. Anu, means kinda like. Yes. Yeah. Okay. Please. I mean, you're gonna do it anyways, mara. Ha. Იცი რა მაინტერესებს ნინი? მიღებული გაქვს ისეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობა, როგორც არის ამერიკის Voice. ხა. სადაც დაფიქრდა მეგონა მეკითხებოდი. მიღებული გაქვს? არა, გაქვს. ნამდვილად ვიცით, რომ გაქვს მიღებული მონაწილეობა და თან მიხვედი ნახევარფინალამდე, ხო, როგორც ვიცი. ასევე გაქვს მიღებული მონაწილეობა ქართულ მსგავსი ტიპის, ხო? ფაქტორშიც და რა ვიცი, ანუ. კი, ბევრი კონკურსში. მაინტერესებს რა არის შენი აზრით ყველაზე დიდი განსხვავება? ამ ქართულ და უცხოურ კონკურსებს შორის რა. დიდი განსხვავება არის რა. აი რაც ბულეტებად რომ ვთქვათ, მაგალითად მენეჯმენტი. ალბათ, ხო. ხარისხი. ან თვითონ საუნდის ხარისხი, like filming-ის ხარისხი. Production. ხო, production-ის მთლიანად ხარისხი. ხო, რა მენეჯმენტი ამ ყველაფრის, ანუ აქ რო რაღაცა ყველაფერი შენი ხარჯები რო შენით უნდა გაიღო ყველაფერი თუ თქვა ქალაქიდან ჩამოდიხარ რომ უფრო სხვა ქალაქიდან ჩამოდიხარ რომ შენ უნდა იზრუნო დაბინავებაზე და რაღაცეები მსგავსი ანუ იქ მიუხედავად ანუ ხო იმდენი ხარჯია მაგრამ ხო ლოს-ანჯელესელები იმიტომ რომ ლოს-ანჯელესი იყო გადაღებები და ისინიც კი ჩვენთან ერთად იყვნენ იმაში რა ქვია სასტუმროში და ყველას fair chance უნდა ქონოდა ხო რა აი ვინ მოთვლის ყველა კუთხით სხვა ნაწილში რამდენად fair იყო სხვა რაღაცები იქ არისო იცი რა არის აი შიგნით იყო ფეივორიტიზმი და ნუ რა თქმა უნდა ეს ფეივორიტიზმი მაინც მოდის იქედან თუ შენ რა შეგიძლია შესთავაზო ამ კონკურსს რა ანუ თუ ხვდებიან თავიდანვე რომ კარგი ისტორია გაქვს okay that's gonna sell და თავიდანვე რაღაცნაირად გფუშავენ რა რამდენიმე იყო საერთოდ რომ თავიდან ხო 100 კაცი ჩავედით და ერთი 10 κაცი უკან გაუშვეს, იმიტომ რომ რაღაც ისტორია ვერ ისტორიაა. რაღაც დრამას ელოდებოდა ეხლა ხო? ხა, story. ანუ ეს რაღაცა production, ეს რაღაც TV bullshit მაინც ხდება რა ყველა ვარიანტში. და შენ უნდა დაეხმარო რაღაცნაირად რომ შენგან კარგი პროდუქტი და პროექტი გამოვიდეს რა რაღაც პონჩი. ხო აი ეს bullshit რაღაცეები ხდება ჩემ შემთხვევაში ნუ მე გამიმართლა არ ვიცი რამდენად დავარქვა ამას გამიმართლა თუ არ გამიმართლა იმიტომ რომ იმდენად ბევრი წელი ცდილობდი რომ ანუ მანდ მომხდარიყავი რომ მე მგონი ეს გამართლება უკვე აღარ არის like it was about time მაგრამ
ხო რა, ნუ რაღაცნაირად definitely რაღაც კარგ მაგათ I got on their good side. და ერთ-ერთი ფეივორიტი ვიყავი, ხო, ნუ გრძნობდი მაგას რა, თავიდან მაგას ყველა გრძნობდით თუ ხედავდით. და yeah. რამე იცი რა მეინტერესებს? რამე იყო ისეთი, რაც აი ვთქვათ, კადრს მიღმახდებოდა, რაც იყო საინტერესო რა. რაც ამერიკული დრამები იყო შიგნით, რო აი რაღაცა მომპარაკადა, სამართვა ქუსლი. რაღაც ჩემმა კონკურენტმა რაღაცა. იმის რა ქვია, რინგების დროს იყო. მარტო აი ხო და რინგების დროს გონია, რომ აი საუკეთესო მეგობრები არიან, ისე გონია, რომ აი ეგ არ არსებობს, ვაფშე ეგ კონკურენციის მომენტი, ისეთი დუეტები გამოდის ხო. იცი რა არის, რა ხან ამერიკა არის რა, ამერიკაში ხო მაინც ყველანი ვცდილობთ, რომ ძალიან woke ხალხი ვიყოთ და like don't hurt anybody's feeling. აი voice ამერიკან აიდოლისგან იმით განსხვავდება, რომ თვითონ production-იც გიბიძგებს იმისკენ, რომ be friendly და ანუ არ დავინახო ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრას თუ რაღაც რა და მაგპონჩი it was chill most of the times მაგრამ ნუ ხა მაინც რა ხო იცი ყოველს მაინც გამარჯვება უნდა რა იმ ხო და რა არ მოხდა ისეთი ხო რო აი მაგალითად არ მოდიოდა დროზე პრაქტისებზე და რაღაცას წიწკნიდნენ ერთმანეთს ხოლმე რა მაგრამ ესეთი major რაღაცეები არ იყო რა ამაში როცა ერთად უნდა იმღერა თქვა ერთი აგვიანებდა და მეორე არა ხო რო აი რეპეტიციებზე like she wasn't putting enough effort მაგალითად რა და ჩემ შემთხვევაში არ იყო მაგალითად მე ძალიან big sister-ი ვიყავი ამ გოგოსთან და ეს გოგოც ძალიან როგორც ეგრე მიყურებდა რა ის ჩემი პატარა დაიკო იყო და მაგისთვის მეც რაღაცა role model ვიყავი თუ რაღაც რა და თან რაღაცნაირად მქონდა იმედი რომ ვიღაცა მოიპარა ანუ stealings გაუკეთებდა რა მაგრამ იყო რაღაცეები ხო რა დრამები ისეთი გრანდიოზული არ და ეს უფრო მასშტაბურ სკანდალს ელოდებოდა და ჩაგივარდა კოვზი ვერ იყო მართლა არ გვაძლევდნენ მაგის საშუალებას რომ არა მაინც as a friendly გარემო იყო ხო ძალიან ანუ გფუშავდნენ მაგისკენ რომ ანუ მართლა არ დავინახო no bullying ან ძალიან სტრიქტული იყო მიუხედავად იმისა რომ TV show-ებს მაინც უყვართ რა ეს დრამები და რაღაცები მაგრამ voice აი ერთმანეთში არა. უფრო აი შენ თუ რამე დრამა გვაქვს ცხოვრებაში, ყველაფერს იზავენ, რომ აი ეგ გამოჩიჩქნან. ხო, გატირებენ, გაღრიალებენ, გაყვირებენ და მაინც გათქმევინებენ. ერთ ტიპს დაემართა PTSD რა, რომ მოაყოლეს რაღაცეები თავის ამაზე ცხოვრებაზე, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა და ცუდად გახდა? ხო, ანუ ცუდად გახდა და მე სასტუმროში რომ მოვიდა, თურმე დარბოდა, მე სხვა სართულზე ვიყავი და თურმე დარბოდა აქეთ-იქით იმაზე აბრახუნებდა კარებებზე, იმიტომ რომ like he was so emotional for him. That's sad. ეგ მოგეწონა ეს? მომეწონა. პასუხად ჩაგვიწლე. ეგ ხო. ვიცი რა მაინტერესებს, შენი აზრი მაინტერესებს? არ გაცდი მე არ ვასწი, ჩემ თანაწამყვას არ ვასწი. კაი. მე შენ. მართლა არ კითხები, რაც მართლა ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს შენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამერიკის მუსიკალურ ინდუსტრიაში დაიმკვიდრო თავი? It's a shit show. ძალიან რთული არის რა. აი იმას რთული არის კიდე ვიდრე წარმოგიდგენია და მეც ვიდრე წარმომედგინა voice-ამდე, კიდე მეგონა რომ უფრო მარტივი იქნებოდა და ანუ voice-ის მერე რომ ინდუსტრიაში რომ ასე თუ ისე ფეხი შევყავი თუ რაღაც თუ თავი ძალითვალით. ყველა არტისტია დღესდღეობით უკვე რა. ანუ აი ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ზუსტად იგივეს, რასაც შენ აკეთებ და ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამ ყველაფერს ძალიან კარგად. ბაზარზე მაინც და მაინც ყველა მაგარი არ არის თუ რაღაც რა. მაგრამ აი ცოტა გამართლებაც არის, ცოტა სწორი. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ მუსიკის გარდა არის ის თუ აი რა ნაბიჯებს გადადგავ ბიზნეს მიმართულებით რა. და მარკეტინგულად და რამდენად consistent იქნები, which is ანუ მე მაქვს მაგაზე ყველაზე მეტი, ისე რა ქვია, trouble რა, ანუ consistency, posting, being active on social media რა, ანუ ეგ ხო და ეგ რამდენად რაღაცა ძალიან ბევრი არტისტებს მაგასთან ძალიან დიდი უთანხმოება. ხო, შენ არა, შენ ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ ხა მაგაზე ვილაპარაკეთ ზუსტად წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ მაგაზე. ხო, მე ორგანულად ეს არ გამომდის, ანუ არის არტისტები, ვისაც ორგანულად გამოსდით, ანუ მე ძალიან დიდი ენერგია მეხარჯება ამ ყველაფრის ჩადებაში რა. და მე ეს ენერგია
აკლებს ენერგიას, ანუ რეალურად what's the most important thing, ხო, ანუ recording, writing, being artistic, რა, ანუ შემილია ორივეს გაკეთება, გან არ შემილია, უბრალოდ focus ვერ ვაკეთებ ერთდროულად ამ ორ რაღაცაზე, თუნდაც management-ი, თუნდაც რაღაცა ხო, კონტენტის შექმნა და ასე შემდეგ და ნუ ამერიკაში ხო რავი ანუ ყველა everybody and their grandmother does the same fucking thing excuse my language მაგრამ რავი ყველაფერი რთულია რა ესე გავარდნა აღარ არსებობს საერთოდ რომ social media-ზე გავარდე ანუ ეს არის მოგონილი ზღაპარი დღესდღეობით ვინც გავარდნილა არის მაგის უკან დევს აი უდიდესი ფული ან ვიღაცა nepo baby-ა ან ვიღაცას ნუ label-ი ყავს რომელიც ძალიან დიდ ფულს დევს ეს label-შიც ყოფნაც კარგია მაგრამ შეიძლება მაგას თავისი downside-ები ქონდეს რომ მაგალითად ხარ label-ში და label-ი არ გაქცევს ყურადღებას იმიტომ რომ იმ პრობლემა მე როგორც ვიცი იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა არტისტი გამოჩნდა ვისიც უფრო მეტად სჯერათ და like they're going to put all their resources into them და ნუ შენ ძალიან იჩაგრები მაგ დროს თაროგს დეგდებენ თან ვენ შემპონში ვერაფერს ვერ უშვებ ნუ მოკლედ რა ნუ ძალიან ბევრი წვრილმანი არის რადგან შეიძლება პრობლემა შეგიქმნას და ხარ რომელიმე label-ში ხო I'm not მაგრამ ანუ ეხლა ვფიქრობ რომ მე მგონი მინდა რომ ვიყო. აქამდე თავს ვიკავებდი, იმიტომ რომ აი იგივე პრობლემის გამო რომ ანუ არ მინდა რომ ეგ დამემართოს რა. იმიტომ რომ მან კონტრაქტს ძალიან დიდი ძალა. ძალიან. და ანუ მირჩევნია რომ თქვა ინდეპენდენტ ვიყო და რაც მინდა მაინც ის გამოუშვა და მაგრამ მე ხარჯები ხო დიდი ენერგია და გარდა რესურსის. რესურსები, ენერგია ხო ანუ ყველაფერს შენთან აკეთებ. Which is fun, მაგრამ თან ძალიან დამღლელიც არის და თან ისეთ შედეგს ვერდებ, იმიტომ რომ შენ ისეთი კონტაქტები არ გაქვს როგორც თქვა label-ებს აქვთ, მაგრამ ანუ იმდენად დავიღალე independent artist-ობისგან, რომ მე მგონი ეხა ახალ პროექტზე მუშაობ და მე მგონი რომ რაღაცა labels შევუერთდები. ვითხარი მაგ ახალ პროექტზე. თუ შეიძლება. კი, როგორ არ შეიძლება. შარშან დავიწყე, ზაფხულში იყო ძალიან რენდომად. ამერიკაში არის ძალიან ბევრი songwriting camp-ები რა. რამდენიმე დღიანი ან შეიძლება რამდენიმე კვირიანი იყოს და ნუ იქ მიდიხარ და ნუ ეს anti-social camp არის. ყველაზე დიდი camp-ი თელს მსოფლიოში რა, ნიუ-იორკში ტარდება და 250 არტისტს ირჩევენ, არა მარტო არტისტი, songwriter-ები და პროდიუსერები და ნუ 5 დღე გრძელდება, ამ 5 დღიდან 3 დღე არის რომ იმენა sessions like back to back ყოველ დღე, საღამოს გულაობები არის ხოლმე. და ნუ მან გავიცანი ეს ტიპები, ეს პროდიუსერები, ვისთან ერთადაც მუშაობ ხა. და რაღაცნაირად თავიდან ზოგადად ძალიან ბევრ სესიაზე დავდივარ რა, ნუ კვირაში მინიმუმ 2 სესიაზე დავდივარ, ხან რენდომ ადამიანებთან წერ მუსიკას, ამას აქამდე არასდროს არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც სახში მერჩივნა ხოლმე მარტო ჩაჯდომა და დაწერა და ჩემთვის ძალიან კომფორტ ზონის გარეთ იყო სხვებთან ერთად მუშაობა და აი ამ camp-მა უფრო დამფუშა რომ დავიწყე ვიღაცებთან ერთად მუშაობა რა, oh, this is actually so much fun to be in the room. ანუ ოთახში რო იყო და სხვებთან ერთად რომ მუშაობ, იმიტომ რომ okay, ანუ რამდენ სიმღერას დაწერ, ყველაფერსაც დაწერ იქნება რაღაცნაირად ერთი მიმართულებით რა, იმიტომ რომ ყველას მაინც თავისი სტილი აქვს songwriting-ის და სხვებთან ერთად რო ვზივარ და ნუ სხვა პროდიუსერებთან სხვა იდეები მომდის მერე რა და ძალიან fun და exciting გახდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაც სხვანაირი ნინი ვიჩნდებოდი ხოლმე რა ამ სხვა ადამიანებთან და ამ ტიპებთან ძალიან რაღაცა კლიკინგი გამომივიდა ხანდახან არის ხოლმე რომ ძალიან საშინელი სესიები არის ხოლმე და აი 4 საათი ზიხარ ვერაფერს ვერ წერ რა და ამათთან რაღაც ძალიან effortless-ი იყო და like ერთ სესიაზე რო დავამთავრეთ რაღაცა demo და oh let's do it again ანუ თავიდან ყოფილიყო მარტო singlis პონტი მე მეორეზე მივედით და კიდე და მორჩით სიმღერას იქვე იმ სესიას და oh shit like let's do it again ესე ანუ ვიარეთ და ბოლოს ანუ okay like მოდი EP გავაკეთოთ ხო და მე ეს EP გახდა ალბომი რა უკვე პრინციპში 10 სიმღერა გვაქვს და yeah ჩაწერის პერიოდში ვართ ხო რა. ნუ რა თქმა უნდა tweaking-ი უნდა რაღაცებს და დამთავრება და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ ჩერდებით ანუ წერთ ამ სიმღერებს ხო? გამოდის ალბომზე მუშაობ. რომელიმე დევს მაგდან? No, არა, ჯერ ეხა მაისში გამოვში წინა EP
სადაც 5 სიმღერა იყო ერთ-ერთი ქართულიც. და ნუ წელს ფიქრობდი, მაგრამ თან არ მინდა რომ ძალიან დავრაშო ეს ალბომი და ნუ როცა იქნება, მაგრამ ხო, რაღაცა დემოები მაქვს, თუ გინდათ მე ჩაკირთავთ. მე ეს გისმენ ხო არ არის ერთ-ერთი. გისმენ იმაში იყო, წინა იპიში არის, ხო? ოკეი. ძალიან საინტერესო იყო იმ ხრივ, რომ უცნაური გადაწყვეტილება იყო მუსიკალურად, ძალიან, იმიტომ რომ შენგან ვიცით ეგ გაგვიგია და ეგეთი კომბინაციები, ანუ დათამამებულები ვართ რა მაგითი. მაგრამ ეგ სიმღერა მოვისმინე მე აკუსტიკური ვერსია, რომელმაც აი საერთოდ სხვა ფერი მიცა რა, აი ბევრად უფრო არ ვიცი უფრო ქართულად ჟღერდა ეს ყველაფერი, უფრო გამოჩნდა პირიქით ეს კონტრასტი შენი ესეთი ვოკალური ტექნიკისა და ესეთი ქართულ არ ვიცი. ბევრად, აი მეგონა რომ საერთოდ სხვა რაღაცას უსმენდი, იმიტომ რომ ორივეს კარგად მოვუსმინე რა. მადლობა, ხო. ეგ სიმღერა რომ დავწერე, ანუ თავიდან იდეაში მე ეგ მქონდა რეალურად, ანუ ეს აკუსტიკური ძალიან რო ვერსია და რა თქმა უნდა, ნუ ბიჭები უკან რა, ანუ ეს მქონდა გათვლილი და მე გოგა სანოძემ და მარი შარმანმა რომ იმუშავეს ანუ ამის პროდაქშენზე, მაგათ აანასხა ეს, ხო, like მაგიც კარგად ძალიან larger than life რაღაცია. და ხო, ის რა ქვია, ეგ იყო უფრო მეტად სხვა ფერი, ვიდრე აი ეს შენ ალბათ ჯერის სტუდიური მოისმინე, ალბათ ხომ ჯერის და მივხვდი რომ მე მგონია რომ ესეთი უნდა ყოფილიყო, ხო, არ ვიცი, ეს საერთოდ სხვანაირად მოვიდა და თან ძალიან მომეწონა, აი ხა ბოლოს ალბათ რო იყავი, რებსაც ვასწრებო რო თქვი, ერთ-ერთი ეგ იყო ხო აკუსტიკაში რო გააკეთე. ხო, ვცდილობ ხოლმე რომ მოვასწრო, ეხაც გვინდა და რაღაცის, მაგრამ ნუ ფართხა-ფურთხით არ მიყვარს არაფრის კეთებას. ხო, კიდე გელოდებით და ყველაფერს მოასწრე. ხო, რა ვიცი, აი ჩამომიყვანეთ კიდე. ვინ არის თქვენი სასპონსორი? ლიდერ სპორტი. შეგიძლია მიმართო კამერაში. ლიდერ სპორტი. ლიდერ სპორტი რადგან ვახსენეთ. შეგვიძლია რომ კითხვა დავსვათ სპორტულ მუსიკალური. კი. მოდი ამ კითხვას უშენს ვამ ხოლმე და ეხლა მე. ეხლა შენი ჯერია. ოკეი, კითხვა ლიდერ სპორტისგან არის შემდეგი. მოკლედ ვინც პირველში ჩვენი გამომწერები უნდა იყოთ, ვინც გასცემს სწორ პასუხს კომენტარებში, მიიღებს საჩუქრად რას? ყურსასმენებს. სწორია. კითხვა არის შემდეგი. ჩოგბურთის რომელი ვარსკვლავი მონაწილეობს შაკირას მუსიკალურ ვიდეო კლიპში? ანა კურნიკოვა, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი თუ მარტინა ჰინგისი? მარტინა. მართლა? I mean, that's my answer. But I like, is it? I don't know exactly. არა ვიცი თუ არ ვიცი. ისე დარწმუნებით თქვი რომ მე მეგონა რომ ესე იყო. არ ვიცი, არა მე პროსტა ჩემი ეს ჩვენ არ ვიცით, ამიტომ კომენტარებში შეგვიძლიათ სწორი პასუხი დაწეროთ. ნამდვილად. გავაგზავნოთ. სუ თავიდან რა აქედან რო წახვედი, ალბათ როგორც ყველას და შენი შესაძლებლობების გჯეროდა და იცოდი რომ რაღაცა დიდი გელოდებოდა რა, მაგრამ მე ვიცი რომ იქამდე აი ძალიან დიდი გზა გაიარე, სანამ აი ბუფ დაიძახა რა. ხო, აი ყველაზე მეტად მაგ პროცესში რა გახსენდება, რა იყო ყველაზე დიდი ზღვარი, რაც გადაკვეთე და აი ეს აი დირი კონდა რა, სირთულეს ვგულისხმობ რა. ესე კონკრეტულად მე მგონი არ იყო არაფერი რომ რაღაცა აი ხო რა ძალიან მალე მოხდა ეგ ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ იმ მომენტში მაინც მე მგონი რთული იყო რა. რთული კი არ იყო, უბრალოდ ძალიან ვცდილობდი რომ ძალიან grounded ყოფილიყავი და ზედმეტად ემოციებს არ ავყოლილიყავი და ძალიან chill და casual-ად მივიღე ეს ყველაფერი და ვერ გაგცემ მაგ კითხვაზე პასუხს მაგიტო რა. თითქოს ანუ ეს ესე უნდა ყოფილიყო რა. Like და ხო, ანუ ეგ დიდს რაღაცას არ დაჯახები ხარ, ეხლა რაც გახსენდება. ხო, აი იმ მომენტშიც ხო რომ მეკითხებოდნენ ხოლმე რომ აი როგორ ანუ არ ნერვიულობ და აბა რა ემოციები გაქვს, like I was like yeah, it was fun.
ალბათ ხო რაღაცნაირად ვცდილობდი რომ chill ყოფილიყავი რომ ემოციებს, იმიტომ რომ მე ემოციური ადამიანი ვარ ზოგადად რა და ემოციებს რო არ ავყოლილიყავი. რაღაცნაირად ვთოკავდი ჩემ თავს. და იმდენად მოვთოკე რომ ბოლოს მე მგონი საერთოდ არ მქონდა ემოცია. რა თქმა უნდა მქონდა ემოციები და ძალიან სასწაული იყო, მაგრამ ხო, ანუ ესე კონკრეტულად ვერ. და როგორც მუსიკოს რა გასწავლა ნიუ-იორკში ცხოვრება? როგორც მუსიკოს, ანუ it's a lot of work რა. და you gotta be humble no matter what. იმიტომ რომ ანუ აი რაც არ უნდა რაღაცებს მიაღწიოთ, ანუ არაფერი არ არის შკალა. ხო და ანუ it's not forever. ანუ ყველაფერი ძალიან ტემპორარი არის და ანუ ერთ დღეს შეიძლება ძალიან აქ იყო და მეორე დღეს აქ იქნები და you gotta remember რომ ანუ you're not better than anybody. ანუ ის ყველანი ერთი ადამიანი ერთნაირები ვართ და you gotta stay humble, you gotta keep working hard and ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რაც აი თუნდაც აი იქ რო ხარ რა, ანუ არ უნდა დააგდო. აი ეგ და მე მიქნია ეგ რა ვოისის მე ძალიან იმდენის მუშაობა არ ჩავდე რა, ამდენიც უნდა ჩამედო. იმიტომ რომ ეს რაღაც მიუხედავად ამ ყველაფრის აი ეს cloud რო გაქვს რა, ანუ მაგას შენარჩუნება უნდა ძალიან რთულია, ხო თან მარტო რო აკეთებ ძალიან რთულია. ნუ რა არის რაღაც შეცდომები რა თქმა უნდა რაც დავუშვი და მაგით სწავლობ და ნუ შემდეგში აღარ დავუშვი. აი ამ ხელა გამოცდილების მერე ყველაზე დიდი მიზანი ახლა რა არის რაღაცა ეს ერთი I just want to tour, bro. Like I ძალიან მიყვარს მუსიკის წერა მიყვარს და მე ამ მუსიკის შესრულება მიყვარს რა და ადრე რო გეკითხა, ნუ ცოტა პატარა რო ვიყავი რა, გეტყოდი რომ yeah, I want to be a star, which you know, I do, but I also am already a star, you know, ანუ ეს მაგით ხო არ აისახება შენ რამდენად თქვათ like Torcho is a star, you know, like გუშინ დავინახე რომ he is already a star, ანუ არ სჭირდება მაგას დამტკიცება მეტი. ტიპაზარი არ უნდა მაგას. ხო არა დამტკიცების მიზნით, არამედ აი რაღაცა ერთი ოცნების პროექტი. ხო, ანუ ალბათ გრემი მინდა რა, გრემი მინდა. თან იმას ვიძახი ხოლმე რომ no, აი არ არის ჩემი მთავარი მიზანი, ჩემი მთავარი მიზანი ის არის რომ working artist ვიყო, like for as long as I can, რა სადამდე შემიძლია რომ მუსიკა დავწერო, გამოვუშვა, ხალხმა მოусმინოს და მე ტურნეზე წავიდე, ხალხი მოვიდეს, მომისმინოს, ხო? ანუ that's the dream life. და ეგ არის რაც რეალურად მართლა მთელი გულით მინდა. და თუ გრემსაც ავიღებ, რავი, ბონუსად ძალიან კაი იქნება. Face your fears, scream, lift your chin, breathe in no more tears, leave one more sin, heal I'm feeling how my anger's rising up. You can no longer hurt any of us. There's nothing you can do to make it right, except this one. You could probably die. My heart heats hard, healed. My trust he broke. Now fear me, revenge is all I need. It's no joke. I'll kill he might. I'm feeling how my anger's rising up. You can no longer hurt any of us. There's nothing you can do to make it right, except this one. You could probably cry and beg all you want, won't let you waste my time. Face your own design.
you die. Jesus. Wow. Such a star. Likewise. Wow. წინა პასუხი ალბათ ამ კითხვას უკვე გაეცი პასუხი ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ რა. მაინც აი რაღაცა აი ყველაფრის მიღების, დაკმაყოფილების არ მგონია რომ ეგოდეს მე მოხდეს არტისტის შემთხვევაში, მაგრამ მაინც უფრო აქ ხედავ შენ თავს ბევრი წლის მერე თუ იქ. ძალიან კომპლექსური კითხვა არის რა, როგორც კარიერის მხრივ ვიძახი თუ როგორც უბრალოდ ცხოვრება. უბრალოდ ცხოვრებას. ძალიან, ანუ მანდ ძალიან ბევრი რაღაც შემოდის. მე ვარ ძალიან domesticated cat რა, ანუ აი საბოლოო ჯამში მე ძალიან მინდა მყავდეს ოჯახი. Couple of kids, a good husband. Anybody? იგივე ნომერზეა დაურეკე. Leader sport-ი აღაშოში. არა, იქაც მოიძებნებია დარწმუნებული რა. Okay. ხოდა, ანუ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, იმიტომ რომ if I get married there, ანუ იქ თუ რაღაცა შევქმენი ოჯახი, მე აქ ხო ვერ ჩამოვიყვან ყველას, ან თუ ჩამოვიყვან, ხო არ ვიცი ხა ეგ რამდენად მოხდება. ან კიდე მე თუ დავბერდი და კიდე ხო არ დავტოვებ ჩემ ოჯახს, ხვდები? ანუ ერთხელ უკვე დავტოვე ჩემი ოჯახი. იქ ჩემ შვილებს ვეღარ დავტოვებ. მე აურეებზე ვფიქრობ, ხა აურეებს მოვაპარაკებ. ხო, იქნებ ის არის პასუხი, რომ აქ უნდა შექმნა ოჯახი. არ უფიქრია და ეხა არის, ანუ ხმამა აი 30 წლის გავხდი. 30 წლის გავხდი და ჯერ ამაზე არ გიფიქრი ალბათ. ქართველი კაცი like ქართველი საყვარელი არ მყოლია. Okay, ეს ანონსში ჩავსვათ. Okay. იცი რა მეინტერესებს კიდე? ეგეთი, ანუ შენი დამოკიდებულება ზოგადად მუსიკის მიმართ რა, ჩემთვის საკმაოდ ისეთია რა, საინტერესო და ბევრი რამ ვიცი. გარდა იმისა, რომ შენს ალბომებში და EP-ებში არის უცხოენოვანი, ინგლისურენოვანი სიმღერები, სულ მაინც რაღაცნაირად ცდილობ ხოლმე, რომ ეს ქართული იდენტობა ყველგან ჩანდეს რა. რის გამოც ხვდები, რომ შენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ აი მაინც დაგისვამ ამ კითხვას და მინდა რომ ისაუბრო იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის შენთვის ქართული მუსიკის იდენტობა შენს მუსიკაში და რატომ არის მნიშვნელოვანი? ერთია რომ ვფიქრობ რომ უმნიშვნელოვანესია და მეორე არის ის რომ ანუ ამას უბრალოდ ვერ გაურბივარ რა, ანუ ეს დაბადებული გაზრდილი ვარ საქართველოში, ну ასე თუ ისე მაინც 19 წლის ვიყავ, 20 წლის ვიყავი რომ წავედი და ანუ ამას ვერ ამოშლი, ხვდები? ძალიანაც რომ მინდა ხოლმე რომ თქვა pop სიმღერა დავწერო. არ გამომდის ბოლომდე რა, ან რაღაცნაირად ამ რუტებზე რო არ გაზრდილი შინაგანად ანუ ეგრე გამომდის, ხვდები? ანუ იმას თავიდანებე რომ თქვა ქართულად დამიწერია სიმღერები, ანუ ინგლისურადაც რო წერ, ანუ რაღაცა ქართული მელიზმები იქნება თუ რაღაცები, ხო, ანუ არის და არის. ხო, ამას ქართულობა ვერ წამართვენ. მაინც ვერ წაგართვენ. Okay. Yeah. მე მაინტერესებს ვის უსმენს. ოღონდ აი ახალი აღმოჩენა უფრო საინტერესო იქნება, ან ძალიან underrated ტიპი, რომელიც შეიძლება რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რა, სამი შეგიძლია ან არტისტი, ან ალბომი, ან ტრეკი. ხო. უნდა ჩავხედო Spotify-ს. კი, კაცო. ანუ ინსპირაციები ძალიან ბევრი მყავს და თან all over the place რა. მე მგონი მაგიტო არის რომ ჟანრობრივად ძალიან რთულია ხოლმე ავხსნა რა ჟანრს ვაკეთებ, იმიტომ რომ იმდენად ბევრი ინსპირაცია მყავს რომ ხან რას მივედები ხოლმე, რაც ხან რას მოვედები, which is confusing მსმენელისთვის ხანდახან და ანუ არ ურჩევდი თქვა არტისტს რომ ძალიან ბევრ რაღაცას შეეხოს რა, მაგრამ რა ვქნა? გააჩნია, მე მგონია რომ უფრო საინტერესოა. მეც ეგრე მგონია, მაგრამ არის ამ მსმენელები რომ აი მარტო ერთ ჟანრს უსმენენ მაგალითად და ან ერთ ჟანრში მოწონთ კონკრეტული მუსიკოსი. ხო, ზუსტად რა და ნუ მაგ დროს მე თქვა მაგრამ მე არტისტისთვის არის უინტერესო არა?
Exactly. მაგიტო არის რომ ანუ ხანრას წერ და ხანრას და თან ნუ მე მუსიკა მიყვარს და აქედან გამომდინარე ანუ ყველაფერი მიყვარს. რა ვიცი, country-დან დაწყებული ჯაზამდე დამთავრებული რა, ანუ ყველაფერი შეიძლება თქონდა კარგი და ცუდი, მაგრამ yeah, it's exciting, რა ვიცი. Radiohead is my favorite band. ძალიან კლიშე არის, მაგრამ რა პატარა ტიპი ხო, ვინც შეიძლება ჩევის სახით რა. Puma Blue. He's not that like ძალიან პატარა არ არის რა, ანუ ხა მე როგორიც ვარ მაგალითად, მაგრამ ნუ არ არის მეინსტრიმი არ არის ყოველ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო რაღაცები მოვისმინეთ. Okay. Puma Blue. მადლობა. Desire. არის ეს სიმღერა რითიც აღმოვაჩინე მე და რითიც მომეწონა. Puma Blue Desire მოვისმინეთ. Okay. მადლობელი ვარ. Yeah. მე მგონია თამაშის დრო დადგა რა? კი. რა ჩელენჯი გვაქვს? დაველოდები. დარევერსებული ტრეკები. ეხლა ჩვენ გავუშვებთ 3 დარევერსებულ ტრეკს და შენ უნდა შეეცადო ისე რომ ნუცამ არ დაგასწროს გამოიცნო ეს დარევერსებული ტრეკები და გითხრა an title of the song and the artist. ანუ იმღერო. Yeah, ან იმღერო. კი ბატონო. ეგ უფრო კარგი ვერსია. Shit. მე ვიცი. I know, I can't. Go ahead. თქვა. Qui. Porcelain-ი მობისი. მობია. ხო? There you go. თან ეხა ჩამოდის. ისე ვარ დააცოდა სტუმარს ხალხი. არა, მე ვუთხარი რომ თქვი კაი, აიღე და მოეფერე. ძალიან არ დაეცა. დააცარდა ვერ ახლა. ჩვენ შევთანხმდით. არა, მე ვუთხარი რომ კი თქვა. თან არ ვხარ. ეგ რა თამაშია თუ ის მომცა რა ქვია, ფორა. ეგეც არის. შემდეგი. Madonna's is არა ქვია? I hear your voice. I can feel you there. ეგ არის ხო? Like a verse, არა. Like a prayer. Like a prayer, yes. When you call my name, it's like a little prayer. I'm down on my knees. I wanna take you there. ხოჩა. In the midnight hour, I can feel. კაი, იყო მადლობთ. შემდეგი. და ბოლო. Oh, it's Bruno Mars. Ooh. Maybe. Show me now, show. ეგ არის ხო? რა ქვია სიმღერას? Never see. Oh. ოპებში მაგარი ვარ. ძაკაი. Okay, fun. მოგვიგო. მოიგო. არა, მე ვიცი რომ ფორები მაძლიეთ left and right. ნუცა მყავს დაშინებული. ესე უკეთებო, მოგები. ვაუ. კაი, მგონი უნდა დავიმშვიდობოთ არა? ხო, და იმეც ვიტოვებ, რომ მალე დაგვიბრუნდები კიდევ საინტერესო პროექტებით და არ გვინდა რომ გაგიშვათ. ხო, არ სუგელოდებით. I know. და ჩვენს უმსად ვართ რომ იმასპინძლოთ. ტელეპორტაცია რატო ვერ მოიგონეს ამდენი ხანი? მე ვალე იქნება. იქნება. გარწმუნებული ვარ. Okay, good. მივედით მაგრამ. აი, ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გავერთე და this is safe space. Love it. Yes. Love it here. ძალიან კაი. იაბარდებით მოფენილ გზას. ასევე. ხარ და მადლობა რომ გვესტუმრე რა. ასევე აქვე ვიტყვით რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის Leader Sport-ი და ჩვენი მუსიკალური მხარდამჭერი არის Music Room-ი. არის ძალიან დიდი მადლობა მათ და ჩვენ კი გემშვიდობებით.